ვაგრძელებთ სტამბოლში მოგზაურობას. ქალაქი, რომელიც ყოველ ჯერზე გვაუწევს მრავალფეროვნებით და რომლის ქუჩებში ხეტიალი არ გვეზრდება. ამენდი უმეტესად წვიმიანია, მაგრამ ეს ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და მივყვებით ჩემს სამოგზაუროებას. სასტუმრო ტაქსიმზე მაქვს დაჯავშნილი და სანახავი ადგილებით შესაბამისად ავაწყე Google-ის რუკაში. პირველი ადგილი, რომელსაც მოვინახულებთ, არის გალათას კოშკი, რომელიც მე-14 საუკუნეში უფრო დაზუსტებით კი 1358 წელს დასრულდა. მისი თავდაპირველი სახელი იყო ქრისტეს კოშკი და მთლიანი სიმაღლე 67 მეტრია. რა სიმაღლითაც იმ დროისთვის სტამბოლში, მაშინდელ კონსტანტინოპოლში ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა. 1717 წლიდან ამ კოშკს გამოიყენებდნენ ხანძრების აღმოსაჩენად. რაც არ უნდა ბედის ირონია იყოს, რამდენჯერმე თავად ხანძარმა დააზიანა ეს კოშკი და საჭირო გახდა რეკონსტრუქცია. კოშკის შიდა სივრცეში განთავსებულია კაფე-ბარები. ასევე, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ახვიდეთ და ზემოდან გადმოიხედოთ. სეირნობას ვაგრძელებ გალათას ხიდის მიმართულებით. გზა დამრეცია და ქუჩების გასწვრივ სულ პატარ-პატარა კაფეები, სუვენირებისა და ანტიკვარიატის მაღაზიებია განთავსებული. სტამბოლში არაერთი ხიდია და მათ შორის ერთ-ერთ ცნობილ ხიდზე გადავდივარ, ახლა რომელიც გალათას ხიდით არის ცნობილი. ამ ადგილზე საუკუნეების წინ არსებობდა ყოველთვის ხიდი, რა თქმა უნდა, თუმცა გალათას ხიდი, როგორც ასეთი, უკვე მე-19 საუკუნის ბოლოდან შემოდის თურქულ ლიტერატურაში, კულტურაში, ხელოვნებაში. მაგრამ უშუალოდ ეს ხიდი დამდგომარეობითაც დღეს არის აშენდა 1954 წელს, 2 წელი შენდებოდა და დღეისთვის ემსახურება როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ტრანსპორტს. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ამ ხიდის შუაწელი ამოიღეს, ვინაიდან ეს ხელს უშლიდა გემების გავლას და განახლებულია მოკლედ ეს ხიდი. დღეისთვის აქ მეთევზეები არიან, რომლებიც თევზაობენ, პოპულარული ადგილია და მე შევხედავ გავივლი, დავაკვირდები როგორ თევზაობენ. ძალიან კარგი სანახაობა, როდესაც არაჩვეულებრივი პეიზაჟები იშლება ხიდიდან, მეთევზეები თევზაობენ, გემები დადიან, თოვლები დაფრინავენ, მოკლედ ერთი სიამოვნება აქ. სტამბოლში ყოფნის განმავლობაში რამდენჯერაც ტრანსპორტით ჩავიარე ამ ხიდზე, დღის ყველა მონაკვეთში მეთევზეებითაა სავსე. ისინი ამ ხიდის ერთგვარი კოლორიტები არიან და განსაკუთრებულ ხიბლს წინ. როცა გალათას ხიდზე გადმოხვალთ, ქვემოთ არის სპეციალური სივრცე, სადაც არის მოწყობილი კაფეები, რესტორნები და აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ თევზის სენდვიჩი. რაც კი ბლოგი წავიკითხე, ან მეგობარს შევეკითხე, თუ რა გამესინჯა ისეთი, ყველა მირჩია, რომ სწორედ ეს სენდვიჩი გამესინჯა. რა თქმა უნდა, მე შევკვეთე დავაგემოვნე, ძალიან მომეწონა და ასე გამოიყურება 180 ლირაღის და ვფიქრობ, ფასთან მიმართებაში ძალიან გემრიელია და რასთავარი ავთენტურია, ადგილობრივია და როცა აქ იმოგზაურებ, ყველას გირჩევთ, რომ ჩამოხვიდეთ და თქვენც დააგემოვნოთ, გასუჯოთ აუცილებლად. სტამბოლში გარდა მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, წყლის ტრანსპორტიც საკმაოდ პოპულარული და ხელმისაწვდომია. ქალაქის რამდენიმე პორტიდან შესაძლებელია თქვენთვის სასურველი მიმართულებით იმგზავროთ. ბორანი სხვადასხვა მიმართულებით ყოველ 20 წუთში გადის, რაც მეგაპოლისში გადასაადგილებლად ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი საშუალებაა. სტამბოლში ერთ-ერთი პოპულარული ტრანსპორტი არის ეგრეთ წოდებული ფერი, ბურანი, რომელიც სხვადასხვა ადგილს აკავშირებს ერთმანეთთან.
ამ შემთხვევაში მე მაინტერესებდა ერთი მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ევროპულ ნაწილს აზიურთან. ფასები განსხვავებულია, თუ შეიძენთ აპლიკაციით ბილეთის ფასი 34 ლირა, რაც დაახლოებით 2 ლარი და 75 თეთრია, ხოლო თუ ბარათით შეიძენთ 70 ლირა, რაც 5 და 50 გამოდის. ყოველთვის მიყვარს სამტრანსპორტო მგზავრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი თოვლია თავს დაგვრიალებს, ქარი ჯერჯერობით არ არის და მგზავრობა სასიამოვნოა. ბორანის შიგნით სკამებია, სადაც შეგვიძლია მოვთავსდეთ, შვიდად ვიმგზავროთ და კიდევ ერთხელ დავტკბეთ ბოსფორის ხედით. ბორანზე არის კაფეც, სადაც როგორც ცივი და ცხელი სასმელების, ასევე წასახემსებლების შეძენაცაა შესაძლებელი. ბორანით ისევ უკან დავბრუნდი და გავაგრძელე სირნობა. წინ ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი მელოდება. ახლა მოვედით სტამბოლის ერთ-ერთ უძველეს ადგილას, რომელსაც გრანდ ბაზარი, ანუ სტამბოლის დიდი ბაზარი ეწოდება. აქ არის განლაგებული 4000-ზე მეტი მაღაზია და მოიცავს ფაქტობრივად სტამბოლის ყველა მნიშვნელოვან უბანს. მისი ზომიდან გამომდინარე, ამ ბაზარს ყოველდღიურად 100.000-ობით სტუმარი სტუმრობს. წარმოიდგინეთ 2014 წელს ის დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ატრაქციონად 91.250.000 ადამიანი ეწვია ამ ბაზარს. ცოტა დაუჯერებელი რიცხვებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის ზომას და მრავალფეროვნებას, უკვე ამის შემდეგ ყველაფრის დაჯერებაც შესაძლებელია. ერთ-ერთ შესასვლელთან ვართ ახლა და წავიდეთ დავათვალიეროთ, შევხედოთ რა იყიდება, რა ფასებია და ასე შემდეგ. ბაზრის ყველა შესასვლელში უსაფრთხოების მაღალი დონეა. თითოეულ მათგანში არის მეტალო დეტექტორები, სადაც შეგვიძლია გავიდეთ და შეამოწმებენ, რომ ყველაფერი რიგზია. დიდი ბაზარის მშენებლობა საფუძველი კონსტანტინოპოლის დაცემიდან მალევე 1455-56 წლებში ჩაეყარა. ბაზრის არქიტექტურული სტილი ოსმალებმა ბიზანტიელი ინჟინრებისგან ისესხეს, დროთა განმავლობაში იზრდებოდა და ვითარდებოდა. საბოლოო სახე კი მე-17 საუკუნეში მიიღო. გრანდ ბაზარში მოსვლა საკითხავ გადასავალია. თუ აქ მოსვლას გადაწყვეტ და მით უმეტეს ნივთების შეძენას სად უნდა იყოთ ვაჭრობისთვის და ასევე იმისთვის, რომ ყოველი მეორე გამყიდველი თავის პროდუქციას შემოგთავაზებთ, ხანდახან გამოგეკიდებათ და ცოტა უნდა მოიგერიოთ, ან შევაჭროთ და თქვენთვის სასურველ ფასში შეიძინოთ. რა თქმა უნდა, აღმოსავლურ კულტურაში შევაჭრება კულტურის ნაწილია, ასევე აღმოსავლურის და არც მოგერიდოთ და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ კარგ ფასში შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი, რასაც აპირებთ. თქვენ თუ დაავადოთ, ალბათ რამდენიმე საათი დაგჭირდებათ, აუცილებლად აგერევათ გზაც. ამიტომ ჯობს რომ დაიმახსოვროთ, საიდან შეხვალთ და საიდან გამოხვალთ, ანაკონტროლოთ რუკა, როგორც ამ შემთხვევაში მე ვცდილობ, რომ არ დავიკარგო და ამის შემდეგ სადაც ვაპირებ წასვლას, სწორად გავაგნო. ბაზარში შეიძლება შეიძინოთ ტანსაცმელი, სუვენირები, ქსოვილები, ანტიკვარული ნივთები, სპილენძის მოხატული ჭურჭლები, ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული სამკაულები, სანელებლები, სხვადასხვა თურქული ჩაი, ყავა და განთქმული თურქული ტკბილეული. მეც შევიძინე რამდენიმე სუვენირი. ფასები საკმაოდ მისაღებია. ამინდის პროგნოზის მიხედვით კვლავ იწვევს, ამიტომ ცოტა ხნით სასტუმროში ასვლა და მოგვიანებით ღამით გასეირნება გადავწყვიტე. სასტუმროში ცოტა დასვენების შემდეგ გამოვედი გარეთ და მინდა გითხრათ, რომ არ წვიმს. კონი პირველად გადაიღო და ვაპირებ, რომ რაღაც ტრადიციული საჭმელი დავაგემოვნო. მეგობრებმა მირჩიეს რამდენიმე და ვეცდები, რომ კარგი ადგილი ვიპოვო და შესაბამისად მეც გემრიელი დავაგემოვნო. ხალხი საკმაოდ ბევრია სიცივის მიუხედავად.
რაც ეთყობა ამ ქალაქს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი პერიოდია, რომელი თვე არის, ტურისტები ცავსია, წვიმის, ქარის და სიცივის მიუხედავად. ძალიან კარგი, მიყვარს. ერთ-ერთი აუცილებლად გასასინჯი არის სველი ბურგერი. ისლაკ ჰამბურგერი ქვია ასე თურქულად. მივეცი 80 ლირას სულ რაღაც, ასე გამოიყურება და აბა გავსინჯოთ. შედუსნაურ გემო არ მეგონა თუ ექნებოდა, მაგრამ არ ვიცი რისი გემო აქვს, თუმცა ძალიან გემრიელია. თუ მოხვდებით აქეთ აუცილებლად გასინჯეთ ეს ჰამბურგერი. ტაქსიმზე ვიმყოფები ახლა ტაქსიმის მოედანზე და აქ სულ ესეთი სივრცეებია, ამიტომ გასინჯეთ აუცილებლად სველი ჰამბურგერი. ისლაკ ჰამბურგერი. სტამბოლში მოგზაურობის კიდევ ერთი სასიამოვნო მომენტი თურქული სამზარეულოა. ის იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის მოსაწონგერს. სერნობაში შემოვედი ყავის გასალევად და ერთი საყვარელი ადგილი მაქვს მე. თურქეთში, სტამბოლში და რა თქმა უნდა აქ შემოვედი და შევკვეთე თურქული ყავა, რომელიც ასეთ ლამაზ ჭიქებში მოაქვს და თან მოყვება ლოკუმი, რომელიც მაინც არ მიყვარს, მაგრამ ყავასთან ერთად მშვენიერია. ხათაშორის ერთი საინტერესო ამბავი გავიგე, რომელიც თურქულ ყავას უკავშირდება, ჩემმა მეგობარმა მომიყვანა და მინდა რომ თქვენს დაგიზიაროთ. თურმე, როდესაც ბიჭის ოჯახი მიდის გოგოს ოჯახში, რათა ხელის თხოვოს, სანამ საქმეზე გადავდნენ, ეს გოგო გადის სამზარეულოში, რათა ყავა მოუმზადოს სტუმრებს. თურმე, თუ გოგო შაქარ ჩაყრის ბიჭის ყავაში, ეს იმის ნიშანია, რომ მას უყვარს და თანახმა ხელის თხოვნის შემთხვევაში მას დათანხმდეს და ცოლად გაყვეს. რაც უფრო ტკბილია ყავა, მით უფრო თანახმარი, მით უფრო უყვარს და ეს ერთგვარი ჩუმი ნიშანია, რომ ბიჭი უფრო თამამად იყოს და თამამად თხოვოს ხელი მის მშობლებს. არ ვიცი, ჩემი ყავა საკმაოდ ტკბილია, თუ გავითვალისწინებთ ამ ლეგენდას, ყავის მომზადებელს გონი საკმაოდ უყვარ ვარ. ძალიან მომეწონა ეს ამბავი თუ ტრადიცია და იმედია თქვენც მოგეწონათ. ყავს ერთად შევიკვეთე ასევე ულამაზესი ტორტი, ულამაზესი იმიტომ რომ ჯერ კარგად გამოიყურება და გემოზეს ნახოთ როგორ იქნება. ამიტომ კი ყავს მივიდეთ. დღეს რამდენიმე ღირსშესანიშნაობის მონახულება მაქვს გეგმაში. მათ შორის ბიზანტიური წარსულის მქონე ადგილებია. პირველ რიგში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსკენ ავიღე გეზი, სადაც დღეს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე წირავს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიპტიქის მიხედვით პირველი ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომლის დამფუძნებელი ანდრია პირველწოდებულია. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე პირველი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად და მსოფლიო პატრიარქად იწოდება.
აქვე ახლოს ერთ-ერთი უბანი მდებარეობს, რომელიც სტამბოლში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ფერად-ფერადი ქუჩები და სახლები გიზიდავთ. მე-15 საუკუნიდან ეს იყო ებრაული უბანი. მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სხვა ეთნიკური ჯგუფებიც, სომხები, ბულგარელები და სხვა. თუმცა მე-20 საუკუნეში უბანი მათგან დაიცალა და ახლა ძირითადი მოსახლეობა მუსლიმია. გასული დეკადის დასაწყისში ეს უბანი ძალიან პოპულარული გახდა ტურისტებში. 2 და 3 სართულიან ფერად სახლებში გაიხსნა კაფეები, რესტორნები და სასტუმრო ოთახები ტურისტებისთვის. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. კარგამინში ალბათ ბევრად ლამაზია ბალატის უბანი, ვინაიდან წვიმაშიც კი თვალის მომჭრელად ლამაზი და საინტერესოა. ბალატის უბნიდან ავტობუსით ქართულ სამრევლოში ავედი. ეს ეკლესია, რომელიც მსოფლიოს საპატრიარქოს ეკუთვნის, ქართველებს დაუთმეს და ღვთისმსახურება აქ ქართულ ენაზე აღევლინება. სხვა მართლმადიდებულ ხატებთან ერთად ტაძარში ქართველ წმინდანთა ხატებიცაა დაბრძანებული. მოვედი ხორას მონასტერში, სადაც არ შეგვიშვეს ჯერჯერობით, ვინაიდან გითხრეს, რომ ახლა 20 საათია და დაახლოებით 20 წუთში შეგვიძლია შევიდეთ. ასევე შიგნით არ შეიძლება გადაღება, ამიტომ გარეთ გამოვედი და დაველოდები შეშლის საათს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ პარასკევს არ შეიძლება ტურისტებისთვის შესვლა, მხოლოდ მუსლიმი მრევლისთვის არის ღია ეს მეჩეთი უკვე. აბრაზეც წერია, რომ 3-დან 6-მდე არის ღია, თუმცა როგორც ნახეთ, რაღაც პერიოდში შეიძლება არ შეგიშვა, ამიტომ ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, უკვე 15 წუთი დარჩა, გავიყვან ამ დროს შეძლების დაგვარად, ჯერ გარედან დავათვალიერებ და მე უკვე შიგნიდან ვნახოთ თუ როგორია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს შენობა დაკეტილი იყო ტურისტებისთვის, სულ ახლახანს გაიხსნა, ბილეთის საფასური არის 20 ევრო, დაახლოებით 60 ლარი. და უკვე შეგვიძლია შევიდეთ და კარგად დავათვალიეროთ. ხორას მონასტერი სტამბოლის უძველესი ისტორიული ძეგლია, რომელიც ცნობილია ბიზანტიური პერიოდის უნიკალური ფრესკებითა და მოზაიკებით. დღევანდელი შენობა მე-11 საუკუნეში აგებული. 1511 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. თითქმის 500 წლის შემდეგ 1945 წელს მეჩეთს მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს და რესტავრაცია ჩაუტარეს დაფარულ ფრესკებს. აია სოფიას მსგავსად, მუზეუმად ქცეულ ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთდა 2020 წელს. მართალია, ბევრი ფრესკა განადგურებულია, მაგრამ დიდი ნაწილი კვლავინებურად შთამბეჭდავი და დიდებულია. რაც ნამდვილად თვალშისაცემი და აღსანიშნია, არასდროს მინახავს ამდენი მუსლიმი ასე ინტერესით ათვალიერებს ფრესკებსა თუ მოზაიკებს. ეს ფაქტიც ხაზს უსვამს ამ ტაძრის განსაკუთრებულობას. მორჩი დათვალიერებას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ, ვინაიდან ასეთი სილამაზე დიდი ხანი არ მინახავს. იმის მიუხედავად, რომ არაერთ ქარტეხილს გაუძლო ამ ტაძარმა, მაინც შემორჩენილია განსაკუთრებული ფრესკები და ალბათ დამეთანხმებით, რომ განსაცვიფრებელიც, ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ თუ მობრძანდებით გასათვალიერებლად სტამბოლის 2-3 საათი გამოყოთ და აუცილებლად მოინახულოთ ეს ტაძარი, ატუკე მეჩეთი. ვფიქრობ არინანებთ და ძალიან მოგეწონება თქვენც.
აია სოფიას გვერდით მდებარეობს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც თოფქაფის სასახლე ეწოდება. თურქულიდან ეს შეიძლება ვთარგმნოთ როგორც სათოფეს სასახლე, როგორც ვიცი, ეს სახელი ერთ-ერთი კარიბჭის სახელიდან გამომდინარე დაერქვა. 1459 წელს მაშინდელმა სულთანმა მეჰმედ მეორემ გადაწყვიტა ამ ადგილას აეშენებინა რეზიდენცია, რომლის მშენებლობა 6 წელი გაგრძელდა და 1465 წლიდან 1853 წლამდე სწორედ აქ მდებარეობდა სასულთნო რეზიდენცია. ძირითადად სანახაობა რა თქმა უნდა შიგნით არის, ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ და ერთად დავათვალიერებთ. სასახლის აშენებისას იენის სარაი, ანუ ახალი სასახლე დაერქვა. თოფქაფის სახელით მე-18 საუკუნიდან იცნობს მთელი მსოფლიო. სასახლის არქიტექტურა მრავალფეროვანია. აქ მრავალი სტილია შერწყმული, რადგან ხანძრისა თუ მიწისძვრების გამო ყოველჯერზე მის დიზაინში გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი. მთლიანი სასახლე 4 მოედნისა და მრავალი შენობისგან შედგება. პირველი მოედანი მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს იმპერიული კარიბჭე ჰქვია. პირველ მოედანზე ასევე საიმპერიო ზარაფხანა მდებარეობს. აგია ერენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი. ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან ერთად. მეორე მოედანზე განთავსებულია საცხობები, საჯინიბუები და საიმპერატორო ჰარამხანა. მესამე მოედანი სასახლის შუაგულს წარმოადგენს. აქ თვალწარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები, რომლებშიც მოთავსებული ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური. მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ მესამის ბიბლიოთეკა. მეოთხე მოედანი სულთნის პირადი ბაღი იყო, რომელიც შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან. თოფქაფის სასახლეში ასევე არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველ მუჰამედის წმინდა ნივთებია. სანამ შიდა ტერიტორიაზე ვიყავით, ამასობაში გაწვიმდა. იმდენად რომ სანამ ერთი შენობიდან მეორესთან გადმოვედი, უკვე ფაქტობრივად დავსველდი. სულთან აჰმედმა საუკეთესო ოსტატები მიიწვია სასახლის ასაშენებლად. ტრადიციულად ყველაფერი ძვირფასი ლითონისა და თვლებითაა გაწყობილი მოპირკეთებული. აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი შინაარსის ხელნაწერები, ასევე კალმის ტარები. აქ არის გრაფიკული ინსტალაციები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია წიგნების ვირტუალურად ნახვა. ახლა გამოდივარ უკვე სასახლის ტერიტორიიდან, რომელსაც 2 საათის განმავლობაში ვათვალიერებდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დეტალურად შემესწავლა თითოეული დარბაზი, თითოეული შენობა, ვინაიდან დრო მქონდა ამის, რა თქმა უნდა და აღმოსავლური კულტურა ძალიან მაინტერესებს ზოგადად. ფასი რო თქვა, საკმაოდ ძვირია. ლარებში 2000 ლირა გამოდის დაახლოებით 155 ლარი. კიდევ თუ დამატებითი ადგილების ნახვა გინდათ, კიდევ ცალკე გადასახადია და თუ გავითვალისწინებთ ევროპის ფასებს, ზოგადად ესეთი მუზეუმების, სასახლების, ზოგადად სანახავი ადგილების ფასებს, ვერ ვიტყვით, რომ იაფია, პირიქით საკმაოდ ძვირიც კი არის. თუმცა სტამბოლში მოგზაურობისას ჩემი აზრით ეს ადგილი არ უნდა გამოტოვოთ და აუცილებლად უნდა ნახოთ რამდენიმე ადგილთან ერთად. რა თქმა უნდა, თქვენზე დამოკიდებული, როგორ გადაანაწილებთ ფინანსებს და დროს. აქ მთავრდება სტამბოლის თავგადასავლები. დროებით ვემშვიდობებით თურქეთს და გეზს საბერძნეთისკენ უღებთ. გამოგველი.